აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს გამოცდილებისა და შედეგების გაცნობის მიზნით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ენტომოლოგების სამეცნიერო მისია სტუმრობს. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სპეციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების 3 უნივერსიტეტისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის აგრარული კვლევების სამსახურის და ასევე ევროპისა და ავსტრალიის წამყვანი ენტომოლოგები იმყოფებიან, რომლებიც ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მეცნიერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში შეხვდა. საქართველოს მიაღწიათ მნიშვნელოვან პროგრესს, თქვენ იცით, რომ რა თქმა უნდა, აზიური ფაროსანა არ გაქრება ჩვენი რეალობიდან, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგები. ეს შედეგები აინტერესებთ ზუსტად მეცნიერებს, ამაზე მიდიოდა დღეს საუბარი, მათ დაინახეს ზუსტად როგორ არის ორგანიზებული შტაბი, როგორ მიდის სამუშაო პროცესი და რა შედეგები გვაქვს უკვე ამ დროისათვის. მნიშვნელოვანი არის ამ ბრძოლის გაგრძელება საშემოდგომოდ, ჩართულობა, აქტიურობა მოსახლეობის მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ სრულყოფილი გამოცდილება ფაროსანასთან ბრძოლით, რომელსაც გაიზიარებს ჩვენი ამერიკელი და ამავე დროს ავსტრალიელი მეგობრები. შედეგები არის წარმოუდგენელი, ხარისხმა იმატა, იმიტომ რომ მიზანმართულად მოხდა ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენება და ხალხის მობილიზაცია, რაც საჭირო იყო. შეწამლა ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კრიტიკულად აუცილებელი იყო. ეს ყველაფერი მოხდა ერთი თვის განმავლობაში, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ფენომენალურია.